მარქსიზმი კლასობრივი ბრძოლის სოციალური ანალიზია და მისი კაპიტალიზმთან ურთიერთობა დამყარებულია კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის თეორიებზე. მარქსიზმის მიხედვით, კაპიტალიზმი არის სისტემა, სადაც მუშათა კლასს აქვს გარკვეული უფლებები, რომ იმუშაონ და ნაკლები ძალაუფლება სამუშაოსა და თავად ნამუშევარზე. უფრო მეტიც, სწორედ კაპიტალიზმი აკონტროლებს შრომის განაწილებას, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას და უზარმაზარი ექსპლუატაციით იმ ღირებულებებს ითვისებს, რომელსაც მისი მუშები ქმნიან. მარქსიზმზე დაყრდნობით სწორედ მუშათა კლასის ასეთი ექსპლუატაცია ამართლებს სოციალიზმს. სოციალიზმი განისაზღვრება როგორც წარმოების კოლექტიური საკუთრება, ხოლო მარქსიზმის გადმოსახედიდან ეს ნიშნავს კერძო საკუთრების სრულად გაუქმებას, სახელფასო შრომის, მემკვიდრეობითი უფლებების ქონის გაუქმებას, სოციალური და ეკონომიკური კლასების გაქრობას და საბოლოოდ კომუნიზმამდე მიღწევას. ჩვენ წინა ვიდეოებში უკვე ვისაუბრეთ მარქსიზმის ეთიკასა და თეორიაზე, მაგრამ მაშინაც კი თუ ვივარაუდეთ, რომ კლასების თეორიასა და ექსპლუატაციაზე საუბარი სწორია, იმუშავებს კი ზემოაღნიშნული პრაქტიკაში. შეძლებენ ადამიანები ეფექტურად გაანაწილონ რესურსები მარქსისტულ კომუნისტურ საზოგადოებაში. ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესისა და ფრიდრიხ ჰაიეკის აზრით, რომელმაც საკუთარი ნაშრომები მიზესის ნაშრომებზე დააფუძნა, ეს შეუძლებელი. მიზესის მიერ 1920 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ეკონომიკური გაანგარიშება სოციალურ თანამეგობრობაში დასმულია შეკითხვა. რამდენად შესაძლებელია იდეალურად დაგეგმილი ცენტრალური ეკონომიკის პირობებში რესურსების იდეალურად განაწილება, თუ რომელიმე საბაზრო პუნქტი გამოტოვებულია. ბაზარზე მწარმოებლები და ფირმები ცდილობენ მოგების მაქსიმიზაციას და მომხმარებლისთვის იმ პროდუქციის მიწოდებას, რომელიც მათ სურთ. ამის გასაკეთებლად კი რესურსების განაწილების სისტემა არსებობს. ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთქმედებას ნახევარსაბაზრო სისტემაშიც კი მივყავთ იქამდე, რომ ბაზარი სასურველ პროდუქციასა და სერვისებს აწვდის იმ მომხმარებელს, რომელიც მზადაა ამაში ფული გადაიხადოს. თუმცა ჭეშმარიტი სოციალური ეკონომიკის პირობებში ყოველგვარი ფასისა და მოგების გარეშე როგორ მოახერხებენ ადამიანები პროდუქციის განაწილებას? მიზესი ასახელებს რამდენიმე გზას, რომლის მიხედვითაც ეს შესაძლებელია და სისტემურად განმარტავს, როგორ აისახება ის მომხმარებლის სასაქონლე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მიზესი ამის განსახორციელებლად რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს და სისტემატიზირებულად ასაფუთებს, როგორ ვერ შეძლებს თითოეული მათგანი სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის გაჩენას. ასევე ამბობს, რომ ცენტრალურ მგეგმავებს არათუ გაუმჯობესება, არამედ გამეორებაც კი არ შეუძლიათ იმისა, თუ როგორ ხდება საბაზრო სისტემაში საქონლისა და მომსახურების დისტრიბუცია. შეიძლება ეს ყველაფერი დამაბნეულად ჟღერს, თუმცა ერთგვარი სააზროვნო ექსპერიმენტის შედეგად ის უფრო გასაგები გახდება. სოციალისტური თანამეგობრობის ეკონომიკური გაანგარიშებით მიზესი აღწერს შემთხვევას, რომელიც მოიცავს სარკინიგზო მშენებლობას, ფასების არ მქონე და იდეალურ სოციალისტურ ეკონომიკაში. ის მკითხველს ნათლად აღწერს და ცდილობს წარმოადგენინოს მათ ახალი სარკინიგზო მშენებლობა, სადაც ისინი წარმოადგენენ ცენტრალურ მგეგმავს საბჭოური ეკონომიკის დაგეგმვაში. სხვა მგეგმავები კი მოგმართავენ იმ ძირითადი კითხვებით, რომელიც ამ სარკინიგზო მშენებლობას ეხება, მაგალითად, რამდენი ხაზი უნდა ავაშენოთ, რა დაგვჭირდება ამისთვის, ერთ ხაზს ვაშენებთ, ორს, 10 თუ 100. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თუ თქვენ ზედმეტად ბევრ ხაზს ააშენებთ, უამრავი რესურსი და სამშენებლო მასალა ფუჭად გაიფლანგება, რომელსაც სხვა მიზნებისთვის უფრო ეფექტურად გამოიყენებდით. თუ ცოტას ააშენებთ, ასევე დიდი რესურსი დარჩება გამოუყენებელი, რომელთაც შეიძლებოდა იმ სატრანსპორტო საშუალებებსა და სისტემის განვითარებას დახარჯულიყო, რაც სარკინიგზო სისტემას ბევრად უფრო ეფექტურს გახდიდა. ანუ რა გზით შეიძლება დაითვალოს ხაზების ზუსტი რაოდენობა? საბაზრო სისტემაში პასუხი მარტივია. ახალი ხაზების აშენება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ რკინიგზის ახალი ხაზის მიერ მოტანილი სარგებელი იმაზე მეტია, ვიდრე მისი აშენების ხარჯები. თუ რკინიგზით გადაზიდული საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება უფრო მეტია, ვიდრე აშენების საფასური, გამოდის, რომ ხარჯების სწორად განაწილება ხდება და ამ ყველაფრის განმეორება შესაძლებელია მანამ, სანამ რკინიგზის შენახვა უფრო ძვირი გახდება, ვიდრე მისი მოგება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შევძლოთ დათვლა, რამდენი სარკინიგზო ხაზი უნდა აშენდეს ხარჯების გათვალისწინებით. საბაზრო სისტემის პირობებში სწორედ ფასია ეკონომიკური გაანგარიშების საფუძველი. ფულის დახმარებით შეგვიძლია ციფრებში გამოსახოთ რკინის, ქვანახშირის, სამშენებლო მასალების, შრომის საათების და ყველა რესურსის ღირებულება. ეს ყველაფერი შეგვიძლია მიიღოთ დოლარის ღირებულებით, რაც შემდგომად გვიჩვენებს, რამდენი ადამიანია მზად პროდუქტის მიწოდებისთვის. ასევე რამდენია მზად, რომ ამაში ფული გადაიხადოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარჯები შესაძლებელია გამოითვალოს ფასების რიცხობრივი აღწერით.
სწორედ ეს აღწერა მიზესმა 1920 წლის ნაშრომში. წარმოვიდგინოთ ახალი რკინიგზის სურათი. საერთოდ უნდა აშენდეს თუ არა რკინიგზა. თუ პასუხი დადებითია, მაშინ რამდენი უნდა იყოს წარმოდგენილი გზების რიცხვი? კონკურენტუნარიან და მონეტარულ ეკონომიკაში ამ კითხვაზე პასუხი ფულადი განგარიშებით ხდება ცნობილი. ახალი რკინიგზა სხვადასხვა რესურსების ტრანსპორტირებას გააიაფებს და შესაძლებელი იქნება იმის დათვლა, ტრანსპორტირების გაიაფების სარგებელი გადააჭერბებს თუ არა ამ ახალი რკინიგზის აშენებისა და შენახვის ხარჯებს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ფულის დახმარებით შეიძლება დაითვალოს. უბრალოდ შეუძლებელია სასრულ შედეგამდე და დასასრულამდე მიღწევა სხვადასხვა ფიზიკური ხარჯებისა და დანაზოგების კონტრბალანსირებით. თუ არ დაითვლება შრომის, რკინის, ქვანახშირის, საჭირო სამშენებლო მასალის და სხვა ნივთების ხარჯები საერთო ერთეულში, მაშინ შეუძლებელი იქნება ნებისმიერი სახის კალკულაცია. ხარჯთა აღრიცხვის შედგენა ეკონომიკური საფუძვლებით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პროდუქტი ისევ თანხაში დაბრუნდება. მიუხედავად ყველაფრისა, ფულად გაანგარიშებას აქვს თავისი სერიოზული დეფექტები და უხერხულობები, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს უკეთესი ბერკეტი, რომ ის ჩავანაცვლოთ. ფასების სისტემაზე უარის თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური კალკულაცია აზრს კარგავს. თუმცა სოციალიზმის პირობებში ფასები არ არსებობს. მაშ როგორ უნდა დაითვალოს, რამდენი რკინიგზაა ასაჩენებელი? თუ ფასები არ არის ეკონომიკური კალკულაციის საფუძველი, მაშინ რა არის? ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მათ პირდაპირ შეუძლიათ გამოკითხონ ადამიანები და გამოიკვლიონ, რისი აშენება სურს მოსახლეობას. გამოკითხვები გვიჩვენებს, სჭირდება თუ არა ადამიანების რკინიგზა, ან საერთოდ სხვა რისი საჭიროება გააჩნიათ. თუმცა დავფიქრდეთ იმ მილიონობით ადამიანზე, რომელთა გამოკითხვაც იქნება საჭირო. გარდა მილიონობით მომხმარებლისა, საჭიროა იმ ათასობით ადამიანის გამოკითხვა, რომლებიც ჩართულები იქნებიან მშენებლობაში და საჭირო პროდუქციის წარმოების საკითხებში. სარკინიგზო მშენებლობის შემთხვევაში კი ინჟინერთა რაოდენობის გამოკვლევაც საჭირო იქნება, რათა გავიგოთ, რა რესურსი სჭირდებათ მათ მშენებლობის დასაწყებად. შემდეგ კი მასალების მომწოდებელ ადამიანებთან დადგინდება, რა ესაჭიროებათ მათ სამშენებლო მასალების წარმოებისთვის. პარალელურად, სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან უნდა გაირკვეს, რა რაოდენობის სატვირთოები დასჭირდებათ მასალის გადასატანად. კვლევის ასეთი უსასრულო ჩამონათვალი დაგვჭირდება ყველა მსგავსი საქმის წამოწყებისას. იქნება ეს ტანსაცმლის წარმოება, საღებავების ქარხნის აშენება თუ რესტორნის გახსნა. ცხადია, ეს ყველაფერი რთული იქნება მცირე კომუნაშიც კი. თუმცა როგორ წარმოუდგენია ნებისმიერ ადამიანს ამ სისტემის მუშაობა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ საზოგადოებაში. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურად მარტივად ხდება ინდივიდუალური ყიდვა-გაყიდვით. რადგან ამ დროს უბრალოდ სრული შემოსავლის რაოდენობის მეტობის შენარჩუნება ხდება სრულ დანახარჯებთან შედარებით. სოციალიზმის პირობებში ეკონომიკური გათვლები არა მხოლოდ სარკინიგზო სისტემაშია შეუძლებელი, არამედ ყველანაირი წარმოებისთვის. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წიაღისეულის მოპოვება თუ სხვა ინდუსტრია. და ეს პრობლემა კომუნიზმის შენების ყოველი მცდელობისას შეგვხვედრია ისტორიის მანძილზეც. მაგალითად, კუბაში 1960-იან წლების ბოლოს ცენტრალურმა გეგმავებმა დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ ისინი იმაზე მეტ საწარმო საშუალებებს იყენებდნენ, როგორიცაა ქარხნები და მუშა, ვიდრე რეალურად მათი წარმოება იყო. კერძოდ, ჩე გევარამ აღიარა, რომ გეგმავებს არ ჰქონდათ საფუძვლიანი ცოდნა, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები მიეღოთ. ანუ არ ჰქონდათ ის ეკონომიკური ინფორმაცია, რომელიც საბაზრო სისტემაში ფასების მიხედვით არის მოცემული. უფრო მეტიც, კუბამ საკუთარი ეკონომიკური გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მეზობელი კაპიტალისტური ქვეყნების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მიიღო. 2002 წელს გამოყენებული რესურსების დათვლისა და ანალიზის შემდეგ, კუბამ 71 შაქრის მწარმოებელი ქარხანა დახურა. მაშინ, როდესაც მათ შეეძლოთ დაყრდნობოდნენ მსოფლიო საბაზრო სისტემის ფასებს და მათ მიერ მიწოდებულ რესურსების ეფექტური განაწილების იდეას. საბჭოთა კავშირშიც ზუსტად ანალოგიური არაკომპეტენტურობა გამოამჟღავნეს. 1950-იან წლებში ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ოსკარ ლანგიც ცდილობდა პოლონური საბჭოთა გეგმის შემუშავებას. ის აცხადებდა, რომ პოლონეთის ცენტრალური გეგმავები უგულოებელყოფდნენ ტრადიციულ სოციალიზმს საკუთარი ეკონომიკის დაგეგმვისას და ჩუმად იყენებდნენ მეზობელი ქვეყნების კაპიტალისტური ეკონომიკაში გამოყენებულ ფასების სისტემას, ანუ მსოფლიო ფასებს ასახავდნენ საკუთარ ეკონომიკაში. საბჭოთა კავშირი, როგორც ნებისმიერი გრძელვადიანი სოციალისტური რეჟიმი, ბევრად ადრე განადგურდებოდა, რომ არა შავი ბაზარი, რომელიც ექსპანსიურ ჩარევას განიცდიდა ფირმებისა და მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ვინაიდან კვოტები ვერ დაკმაყოფილდა, რესურსების ეფექტური განაწილებაც ვერ მოხდა.
როდესაც ეკონომისტი პიტერ ვაილსი პოლონეთში იმყოფებოდა, რათა მათ ეკონომიკის დაგეგმვაში დახმარებოდა, მან ადმინისტრაციაში მყოფ მარქსისტებს კითხა, რას გააკეთებდნენ იმ შემთხვევაში, თუ მთელი მსოფლიო სოციალისტური გახდებოდა და არ იარსებოდა მეზობელი კაპიტალისტური ფასების სისტემა, რომ მისი დუბლირება მოეხდინათ. მათგან შემდეგი პასუხი მიიღო: მაგაზე მაშინ ვიფიქრებთ, მან რომ მივალთო. მსგავსი ნაკლოვანებები ყველა სოციალისტურ ეკონომიკას ახასიათებს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნაცისტურ გერმანიაში ფეხსაცმლების დეფიციტი იყო. საბჭოთა რუსეთში სახლებს სახურავის გარეშე აშენებდნენ და მილიონობით ადამიანი შიმშილობდა. ჩანს, რომ კაპიტალიზმი ისეთ როლს თამაშობს წარმოებაში, რასაც სხვა მწარმოებლები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. თუმცა ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მარქსიზმი უფრო მეტად იდეოლოგიაა, რომელიც აშენებულია იდეალიზმზე, ვიდრე პრინციპებზე შემუშავების მექანიზმი, რომლის ვარაუდითაც რესურსები არის შეუზღუდავი და საწარმოო სიჭარბეს არაფერი აქვს საერთო მათ საფუძველში მყოფ ეკონომიკურ პრინციპებთან. მინდა შეჯამება ლუდვიგ ფონ მიზესის მოსაზრების ციტირებით დავასრულო. утопისტების მიერ დახატულ გლამურულ სურათებში სულ უფრო იშვიათად ფიგურირებს ეკონომიკა. ისინი ყოველთვის საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მაგიურად მოხდებიან შემწვარი მტრედები ამ ხანაგების პირში, მათ მიერ მოწონებულ იავარდებით მოფენილ ქვეყნებში. თუმცა არასოდეს ხსნიან, თუ როგორ მოხდება ეს, ხოლო სადაც კი ცდილობენ ეკონომიკური დეტალების უფრო სიღრმისეულ ახსნას, სწორედ იქ აღმოჩნდებიან ხოლმე ჩიხში. მადლობა ყურადღებისთვის.